სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველოს ღმერთმა. დღევანდელ დღეს დანუდაც მანო ჩვენ წავიკითხეთ იგავი თესვარის შესახებ, რომელიც გამოვიდა და თავის თესავს. აი ამ იგავს ალბათ წელიწადის განმავლობაში თქვენ რამდენჯერმე ისმენთ, თუ ვთქვათ ისე მოხდა რომ ვერ დაესწარეთ იმ კვირის სახარებას, როდესაც ეს იკითხება, ეს იგავი შინაარსი მაინც იცით მისი ყოველ შემთხვევაში. ეს ძალიან საგულისხმო იგავია, თუმცა კი მე დღეს ამ იგავისგან ცოტა გადახვევას ვაპირებ და იგავის შემდეგ რა წერია იმის თქმა მინდა. ნახეთ რა სამობს მაცხოვარი, როდესაც ამ იგავს დაასრულებს, იგავი თვითონ მაინც შეგახსენებთ, გეტყვით რომ გამოვიდა თესვარი თესვად და ზოგი თესლი დავარდა გზაზე და მოვიდა ფრინველები აკენკეს, ზოგი დავარდა ქვიან ადგილას და ძირი ვერ მოიკიდა, კოდოვანი იყო ეს ადგილი და გახმა აღმოცენდა, მაგრამ გახმა, ზოგი დავარდა ეკლიან ადგილას, ამოვიდა, მაგრამ ექლებმა არ მისცეს გაზრდის საშუალება და მოაშთვეს, ანუ დაახრჩეს და ზოგი დავარდა კეთილ ნიადაგზე, სულ 4 ნიადაგი. ზოგი დავარდა კეთილ ნიადაგზე და ამოვიდა და კეთილი ნაყოფი გამოვიდა. ეს არის იგავი, მაგრამ ნახეთ იგავს როგორ ამთავრებს. ვისაც ყურები აქვს ისმინოს. ყურები ხო ყველას გვაქვს. მაგრამ რას ნიშნავს ეს მოსმენა? ვისაც თვალები აქვს იხილოს. თვალები ყველას გვაქვს, მაგრამ არის რაღაცეები თვითონ ამ სახარებაში ეწერა დღევანდელ დღეს რომ გაიგონებენ და ვერ გულისხმობენ, ანუ ვერ მიხვდებიან რაზეა ლაპარაკი. დაინახავენ და ვერ მიხვდებიან ვის ხედავენ. აი, სწორედ ესეთი რამ გახლავთ ამ იგავის მდგომარეობა შედავრებული კაცობრიობასთან ზოგადად და მინდა გითხრათ რომ არც ერთი იგავი შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან გავრცელებული იყო აღმოსავლეთის ქვეყანებში იგაური მეტყველება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის, იმიტომ რომ დღევანდელ დღესაც ასეა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა დღეს პირდაპირ უთხრა კაც ვერ მიიღოს ეს პირდაპირი სათქმელი და იგაურად ნათქვამში თუ კი ის ცოტას ჩასწდება და ღრმად და დააფიქრებს ეს, შეიძლება თავისთავად ამოიცნოს რაღაც ამა თუ იმ სიტუაციაში. სწორედ ამიტომაც ნახეთ კიდევ ერთი საოცარი რამ მაცხოვრის პედაგოგიკისა. ხშირად ვახსენებ ამ სიტყვას, რომ პედაგოგიკა ასწავლის ის ადამიანებთან ურთიერთობას ასწავლის. და რა არის ეს პედაგოგიკა? ნახეთ, რომ ღმერთი არასოდეს არ ძალადობს ადამიანზე. ის არასოდეს არ ეუბნება პირდაპირ რომ ეს ისე. იგაურად იმიტომაც ელაპარაკება, რომ აქაც ძალადობა გამორიცხულია. აქაც არჩევანის უფლება შენს წინაშეა, რომ ამ იგავში ვინ ხარ შენ, შენი თავი შენ თვითონ უნდა ამოიცნო და არავითარ შემთხვევაში ღმერთი არ დაგაძალებს, რომ ეხლა შენ გინდა თუ არა ასე უნდა ქნა. კი მოცემულია ჯული, კანონი, როგორც უნდა იცხოვრო, მაგრამ ეს ჯული და ეს კანონი საზოგადოა და ყველასთვის ერთია. და იგავი, რა თქმა უნდა, იგავიც ყველასთვის მოსასმენია, მაგრამ შენ უნდა გადაწყვეტო ამ იგავში ვინ ხარ შენ და რა აზროვნების ადამიანი ხარ შენ. ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს იგავი და ნებისმიერი სხვა იგავიც, რომელიც უცხო არ იყო მაშინდელი საზოგადოებისთვის, მაცხოვარი რაღაცა ზღაპრულ ფრინველებზე და ცხოველებზე არასდროს არ ლაპარაკობს. ლაპარაკობს იმ ყოფიერებიდან გამომდინარე, რა ყოფიერებაშიც ის საზოგადოება იმყოფება, იმიტომ რომ ყველა მიცის რა არის თესლის დათესვა და როგორ ითესება თესლი. ყველა მიცის რა არის ყურძნის ვენახის ამ შემთხვევაში გაშენება, როგორ შემოღობავენ, როგორ გოდოს და იგაურად რაც არის ნათქვამი. ყველა მიცის თქვა ქორწილის შესახებ, ქორწილი როგორ იმართება, ყველა. ამიტომ მისი იგავები აბსოლუტურად გასაგებია. დღევანდელ ხა 21 საუკუნეში ხლა რო გადმოვიტანოთ ეს იგავები შეიძლება რაღაცა iPhone-ზე და Samsung-ზე ყოფილიყო, ან სხვა უფრო რაღაც ისეთ ჩვენ ყოველდღიურად რაც ხელში შეხებაში ვართ. ამაზე ყოფილიყო შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ აღარც თესლის დათესვა ვიცით და აღარც ის ვიცით თქვათ როგორ უნდა მისი მოვლა და როგორ ხდება მისი ესე იგი მოსავლის მიღება მისგან შემდგომ. თუმცა კი ეს აზროვნება, მე ახლა აზროვნების შესახებ რატო ვლაპარაკობ, ეს აზროვნება მინდა რომ თქვენც გაითვალისწინოთ. რა არის აზროვნება იმ კაცისა, რომელიც სოფლად ცხოვრობს და ასე თესლს თესავს და რა არის აზროვნება კაცისა, რომელიც ქალაქში ცხოვრობს. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა, რომ იცოდეთ. მათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. და რატო? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წელიწადია უკვე
ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობამ გადააჭარბა სოფელში მცხოვრებთა რაოდენობას. ეს ადრე ასე არასდროს არ იყო. პირიქით, ქალაქში ყოველთვის უფრო ცოტა ხალხი ცხოვრობდა ვიდრე სოფელში. და სოფელში მცხოვრები ადამიანის აზროვნება რატო განსხვავდება ქალაქელის კაცის აზროვნებისაგან მეთქი რო გითხარით, იცით რატომ? ქალაქში ყველაფერი შედარებით მარტივად არის და ქალაქის ცხოვრების წესი იცით როგორი არის, რა რომ ამ წუთში ხდება ყველაფერი, ეხლა პარიკმახერთან თქვა, მიხვედი, გაგრეჭა იმ წუთში ფული უნდა მისცე. იმას შემოსავალი შევიდა, შენ თმები გაგრეჭილი დაგვდა. იქ თქვა სტომატოლოგთან მიხვედი, კბილი გაიგეთა, იმ წუთში ფული გადაუხადე. ხო, რაღაცა ხო ყველაფერი ასე ხდება. სოფელში ასე არ არის, ჩემოს ვიფასე. დღესაც კი ასე არ არის სოფელში. სოფელში კაცი თესლს რომ დათესავს, ეს ერთი დღის სამუშაოა, რომ თესლი მოაყაროს უნდა მან თავის ხანას. ამ თესლს ის 6 თვე ელოდება, 6 თვის მერე მოსავალს ან მიიღებს და ან არა კიდე. და რომ მიიღოს ეს მოსავალი, იცით რა? წირვაზე ამ მუხლებს ჩვენ შეიძლება ყურადღებას აღარ ვაქცევთ, მაგრამ მაშინ გაფაციცებული იდგა გლეხი და ამას უსმენდა, ესე რომ კეთილშეზავებისათვის აერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათვის. რატომ ამბობდნენ ამას? სწორედ ამიტომ ამბობდნენ, რომ ეს თესლი, რომელიც ჩათესილია ეხლა ჩვენ ჰაერის კეთილშეზავებით და კეთილი ნაყოფის გამოღებით ველოდებით ამის მიღება და ვისი იმედი გვაქვს, რომ ამ ნაყოფს მივიღოთ, იცით? ერთადერთი ღმერთის. და ამ ადამიანის აზროვნება სწორედ ასეთია, რომ მას ღმერთი სჭირდება. უნდა თუ არ უნდა, მოსწონს თუ არ მოსწონს, ღმერთი სჭირდება, იმიტომ რომ ზედმეტი წვიმა მოვა არ მოვა ეს ნაყოფი. ზედმეტი მზე იქნება არ მოვა ეს ნაყოფი. ამიტომ ეს თანაშეზავებულობა საიდან შეიძლება მოხდეს ღმერთისგან. დღეს ეს ყველაფერი იკარგება, იცით რატომ? რუბელი გამოჩნდა, რა პრობლემაა? ქვემეხს ვესვრიტყვი. ქვემეხს ვესვრი, ეხლა გავდევნი ამ რუბლებს. ზედმეტი მზია რაღაცა ეს საჭდილობლებია ახლა მომოგონილი და სარწყავი სისტემებია წვეთოვანი უკვე გამოგონილი და ღმერთი აღარ გჭირდება. ხვდებით, აი აზროვნება როგორ შეიცვალა, ადამიანის აზროვნება საითკენ მიდის, რომ შენ ღმერთი აღარ დაგჭირდეს არაფერში, შენ აგვარებ ყველაფერს. იმ თესლს სათანადო წყალს აწვდი, იმ თესლს სათანადო მზეს აწვდი და ეს მუხლი შეგიძლია ამოიღოს საერთოდ წირვიდან, იმიტომ რომ დრო გაგყავს ტყუილად. აღარაფერში აღარ გჭირდება კეთილშეზავება ჰაერისა. შენ თვითონ აკეთებ ამას ყველაფერს, მაგრამ გავიწყდება ერთი მთავარი რამ, რომ შეიძლება ერთ წამში ღმერთმა ყველაფერი შეცვალოს და აი ეს შენი მზრუნველობა იმ ქვემეხის გავარდნისა მიზანს არ მოხვდეს და არც ის წყლის შენმა წვეთოვანმა სისტემამ არ გაამართლოს და რაღაცა სხვანაირად აღმოჩნდეს ყველაფერი. მაგრამ არსებობს კიდე სხვა გამომავალი, მაინც ღმერთს კი არ მიმართავს, სხვაგან იპოვის ამ გამოსავალს. ჩემთან არ მოვიდა, რა პრობლემაა, შუა აზიაში იხარა კარტოფილმა და იქედან ჩამოვიდა. და ასე არიან საქართველოში, ხა წარმოვიდგინეთ, აქ რომ ადამიანი ბოსტნეულს შემოიტანს გასაყიდად, ხომ სირცხვილი და თავის მოჭრა არის, მართლა უმარო ჩათესო თესლი წაღმა ამოდის და როგორ მოსავალს ღებულობ. ამიტომ ჩვენი აზროვნება ნელ-ნელა იცვლება სხვა რაღაცისაკენ. ეს სხვა რაღაცა რა არის, იცით? ღმერთის საჭიროების არ ქონა, რომ აღარ გჭირდება ღმერთი. შენ ცხოვრობ ასე ყოველდღიური ცხოვრებით, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ქალაქში თუ სოფელში. თუმცა კი სოფლის ცხოვრებას მაინც გითხარით, რომ მაინც თავისი მნიშვნელობა აზროვნებით ძალიან განსხვავდება, მაგრამ უკვე ნელ-ნელა იცვლება საითკენ, იცით, საით მიედინება ეს ყველაფერი, რომ ამას ყველაფერს მე ვაგვარებ. ამ მოსავლის მიღებასაც მე მოვაგვარებ, ამ იმას რა ქვია რაღაცა აქაურ ქალაქში თუ ცხოვრობ ხო საერთოდ ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელი, ესე იგი იქ ელექტროდენის გაყვანილობიდან დაწყებული, დამთავრებული წყლის გადასახადით ყველაფერს გადავიხდი მაქვს, არ გადავიხდი არ მაქვს, რო გადავიხადო ამისთვის ეს უნდა გავაკეთო, ამას იქ შევიტან, იქედან იმას გამოვიტან, კრედიტს იქედან იმას მოვხსნი, ამას დებეც და აი ესე გადის ჩვენი ცხოვრება და ღმერთის ადგილი აღარ აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ანუ ეს ჩვენი რატომ დაჩქარდა დრო, რომ კითხულობთ? სწორედ ამიტომაც დაჩქარდა დრო, რომ ჩვენ დავაჩქარეთ ეს დრო. დრო არ დაჩქარდება მაშინ, როდესაც ეს თესლი ჩაითესება კეთილ ნიადაგზე და შენ დაიწყებ ფიქრს, როგორ უნდა დაამუშავო ეს ნიადაგი, რომ ამ თესლმა კეთილი ნაყოფი გამოიღოს. აი როგორც ჩათესილ თესლს გაზაფხულზე შემოდგომამდე 6 თვეა, ხო? 6 თვე სჭირდება. სწორედ ასე 6 თვე პირობითად შენ შეიძლება ფიქრობ და აზროვნებ იმაზე, რომ როგორ გააღვივო ეს თესლი, მაშინ ღმერთი მეორედ მოსვლის დროს აღარ დააჩქარებს. მაგრამ აჩქარებს, იმიტომ რომ ამაზე აღარავინ აღარ ფიქრობს.
ყველა არის გადასული იმ პროცესზე, რომ ღმერთი არ სჭირდება და ყველაფერს თვითონ აგვარებს, საჭმლის, სასმლის პრობლემას, დასაცმლის და ასე შემდგომ და თქვენ დააკვირდით მართლა ასე თუ არ არის. დღეს გეგულებათ ვინმე ახლა დასაცმლის პრობლემა. ორლარად შეიძლება შეხვიდე და რაღაც მაღაზიები არსებობს, ჩაიცვა ყველაფერი. აღარ არის პრობლემა. დასაცმელი დღეს აღარავის აღარ აჭერს. ვეფიქრობ, რომ საჭმელიც კი არიან, ნამდვილად არიან ადამიანები ახლა, რომ იგივე დასაცმელზე ხა შეიძლება პრეტენზია აქვს, რომ აუცილებლად ცნობილი მოდელიორის თუ რა ქვია, იმის შეკერილი უნდა იყოს, კულტურიეს უკაცრავად. და შეიძლება ეს პრეტენზია აქვს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უტანსაცმლოდ რო დარჩეს ადამიანი, უსაჭმლოდაც რო დარჩეს, უკვე ესეც აღარ მეგულება, ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, რომ აი მართლა უკიდურეს გაჭირება შეიძლება იმყოფებოდა. ოღონდ ძალიან ცოტა არის. საერთო გაჭირებაზე რო ვლაპარაკობთ, საერთო გაჭირება ხანდახან ადამიანებს იცით რა კუთხით მიაჩნიათ, რომ საერთო გაჭირვებულობა რომ ვიღაცას არ აქვს იმის საშუალება, რომ ისწავლოს თქვათ ფასიან სასწავლებელში, ყავდეს მანქანა, კონდეს რაღაც ესეთ შესანიშნავი პირობები. ნუ სხვადასხვა სიტუაცია, მე არ ვიტყვი, რომ გაჭირებული არ მყავს. ყავს, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდები ჩვენი აზროვნების წესს, რომელი აზროვნების წესიც, აი ესე, ვინმემ კი არ შეცვალა, ჩვენ თვითონ შევცვალეთ. ბეტონის ჯუნგლებში გამოვამწყდიეთ ჩვენი თავი და აღარ ვიცით უკვე რომ აი ეს თესლის განღვივება როგორ ხდება და დამთესველი შეიძლება კი იყო ფიზიკურად აიღო ეს თესლი და ჩათესო, მაგრამ მისი ამაღორძინებელი და გამაცოცხლებელი ვინ არის? მკვდრეთით აღმდგინებელი ვინც არის ის? ვინც თავისი თავი მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტემ, მას შეუძლია სიცოცხლე მიანიჭოს, როგორც მის უსულო გვამს მიანიჭა მან სიცოცხლე, ასევე შეუძლია ნებისმიერ უსულო ნივთს მან მიანიჭოს სიცოცხლე. მაგალითად მკვდარ თესლს, რომელიც ჩაითესება, რომელიც ამოვადა ნაყოფს იძლევა მერე გაცოცხლებული სახით. ამიტომაც აი ეს სოფლის ადამიანისთვის უფრო ადვილი გასაგები იყო და დღესაც ადვილი გასაგებია. მაგრამ ცდილობენ რომ ეს ყველაფერი დაავიწყო და სხვა რამეზე ელაპარაკო, რომ პესტიციდები უფრო სასარგებლოა მიცემად ვიდრე ლოცვა, რომ შენ როდესაც თესავ ამას ლოცულობდე, მაშინ და ამბობდე რომ მერთო კეთილშეზავებისათვის საერთისა, როგორც იქ კეთილგამოღებისათვის, ნაყოფთა ქვეყანისათვის. აი ამ ლოცვის ნაცვლად შენ შეიძლება ფიქრობდე ახლა პესტიციდები როგორ მოაგროვო და რაღაცა ქიმიური შენაერთები როგორ იშოვო იმისთვის რომ მოიყვანო დიდი და უზარმაზარი ნაყოფი გამოისხას ამ გემო როგორი იქნება და ჯანმრთელობის მხრივ როგორი იქნება ეს კი აღარ გაინტერესებს. თავარია რომ შეხედა აი თვალს უნდა უხარდეს. და ესე თვალის და გასახარად და ყურის გასახარად კეთდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ და შინაგანი სამყარო გრჩება ამ დროს ცარიელი. ამიტომაც ეს იგავი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ნახეთ რა არის თვითონ მაცხოვარი ხსნის ამას არ ჭირდება ბევრი ახსნა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებ. გზა გახლავთ რა, სადაც გამოვიდა მართლა კაცი, რომ მოაქვს თესლი, ბუნებრივია რომ შეიძლება გზაზეც დაუცვივა, ხო? გზა გახლავთ როგორი ადგილი, რომელიც გატკეპნილია და თესლს არ შეუძლია მიწაში ჩავიდეს. გაფხვიერებული უნდა იყოს ნაყოფი რომ დაითესოს, ხო მართალია? გატკეპნილ გზაზე არ ითესება. გატკეპნილი გზის ადამიანი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც არ არის მომზადებული იმისთვის რომ თესლი მიიღოს. იმიტომ რომ მასზე გატკეპნილ გზაზე დადის სხვადასხვა ადამიანები და სხვადასხვა მანქანა და სხვადასხვა ჯურის ხალხი, ხო? სწორედ ესეთი ადამიანის გული, რომელიც ღებულობს მართლმადიდებლობასაც, სხვა რამესაც, სხვა ათასწავლებასაც, იქ მოსულან ახალგაზრდები უკითხავთ, რომ აი ბუდიზმი რა მშვენიერი მოძღვრება და ამ დროს ბუდიზმში ღრმად კი არ ჩაუხედავს. რაღაცა მოეწონა ეთქობა სადღაც ნახა რაღაც სიტუაცია და მისთვის სასარგებლო რაღაცა რაც ნახა და რა კარგია ბუდიზმი და ვეუბნები რომ იცი რა არის საერთოდ ბუდიზმი. რელიგია საერთოდ ბუდიზმი ვეკითხები. ხო აბა რა არის? ამ დროს არ არის რელიგია, ფილოსოფიური მოძღვრება. თვითონ ბუდისტები არ ამბობენ რომ ეს რელიგიაა. როგორც ფილოსოფიურ მოძღვრებას უმრავლესობა აღიარებს. აქ ვიღაცა ესე გამოგიცხადა. აი ეს არის ეს გატკეპნილი გზა, სადაც არ ხვდება თესლი. კი ხვდება უბრალოდ, მაგრამ არ ღვივდება საერთოდ თესლი. ასევე როგორც მართლმადიდებლობაში ეს მოსწონს, მაგრამ ეს არ მოსწონს. იქ რაღაცა გეტყვის რომ კათოლიკებს ეს უკეთესად აქვს, პროტესტანტებს ეს აქვს უკეთესად და აი ესე ყველაფერი შემოდის, მაგრამ ამ ყველაფერს იცით რატო გეო, იმიტომ კი არა რომ იქ გადასვლას აპირებს და ისე ცხოვრებას აპირებს. არა. უბრალოდ შენთან რომ საკამათო კონდეს რომ შენ ყველაფერი სრულყოფილი არ გაქვს და შენ არც ჩემი შეგისწავლია, არც ის შეგისწავლია და რატომ ელაპარაკებ? რაც არ იცი, იმაზე არ უნდა ილაპარაკო, ხო მართალია? აი, საზოგადოება, რომელიც ესე გატკეპნილი გზასავით არის.
ეხლა საზოგადოება, რომელიც კლდოვანი ნიადაგის რაღაც ალეგორიულ შედარებაშია ამ წინაშე, ხო? ნახოთ როგორია. ეს არის ნიადაგი, სადაც კი ჩაითესა ეს თესლი, მაგრამ ქვემოთ ქვარო დახვდა, ფესვი ვერ გაიდგა. ფესვის არ გადგმა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეს ამოვარდება და დაიღუპება, იმიტომ რომ თუ ფესვისგან იკვებება ის. საკვები მისი, საიდანაც შეიძლება მან მოიპო, როგორც ჭიპლარით დედას შვილზე არის მიერთებული და თუ ესე არ იქნა, ვერანაირად ვერ განვითარდება ბავშვი და ნაყოფი არ იქნება. სწორედ ესე არის, რა რომ ის ფესვი თუ მიწაში არ ექნა მას, ვერ მიიღებს იქედან იმ საკვებს, რითიც ის უნდა გაიზარდოს. და ქვემოთ თუ ქვა დახვდა, რა არის ეს ქვა? ადამიანის გულქვაობა არის ეს ქვა. როდესაც მას ადამიანური თვალსაზრისით არ შეუძლია თანაგრძნობა მეორე ადამიანის. კი მიიღო, ნახეთ თესლი მიიღო, ოდნავ გამოისხა ეს ფესვები, მაგრამ ეხლა იცით რა, გულთან მიიტანოს ამისი გაჭირვებაც და ამასაც გაყვეს და იქ რაღაცა შეურაცხყოფაც მოიწმინოს და ამას ვერ იზამს. ვერ აკეთებს ამას. ამას ნიშნავს, რომ ვერ გაიდგამს ფესვი ვერასდროს მის ამ გაქვეებულ გულში. მესამე ნაყოფი რა ნიადაგი ნახეთ რა არის? ეს გახლავთ ეკლოვანი ნიადაგი, სადაც ჩაითესა თესლი, ფესვიც გაიდგა, ამოვიდა კიდეც, მაგრამ ეკლები, რომელიც არ იყო მოსუფთავებული მის ირგვლივ, მოაშთვეს, მოახრჩეს ის და არ მისცეს გაზრდის საშუალება. გაზრდის საშუალების არ მიცემა ნიშნავს იმას, რომ ნაყოფს ვერ ამოიღებს. და ნაყოფი თუ ვერ გამოიღო, ეხლა ესეთი ხე გინდქონია და გლეხს, რომელსაც ნაყოფი არ გამოაქვს, იმ ხეს არ აჩერებს ეზოში. არ გააჩერებს არავინ, იმიტომ რომ არ სჭირდება ესეთი ხე. მან ნაყოფი უნდა გამოიღოს. და რა არის ეს ეკლიანი გარემო? ეს ეკლიანი გარემო გახლავთ ჩვენი ცხოვრების თამდევის აცტურები. ეს არის სიმდიდრე, ეს არის რაღაცა თანამდებობა, ეს არის რაღაცა მიზანსწრაფულობა, ისეთი რამის მიმართ, რომელიც სათასასუფებელს არ ემსახურება და მთელი შენი ცხოვრების მიზნად იქცევა ან ერთი, ან მეორე, ან მესამე და მთავარი დაგრჩება გვერდზე. ანუ სათასასუფებელი დაგრჩება გვერდზე და რაღაცას მიუძღვნის შენს თავს. აი ეს გახლავთ სწორედ ეს ეკლიანი გარემო, რომელიც ამ ნიადაგს არ აძლევს თესლის განვითარების საშუალებას და მეოთხე როგორც გითხარით, გახლავთ კეთილი ნიადაგი, რომელიც რომ ჩაითესება, მას ჭირდება დუმილი, მას ჭირდება სიბნელეც არის იქ სადაც ითესება, ნახეთ, როგორ ბნელა იქ მიწის ქვეშ, ხო წარმოგიდგენია? არანაირი სინათლის შუქი არ აღწევს. ეს იცით რას ნიშნავს? სინათლის შუქი უნდა შეიტანოს იქედან ამომავალმა ღერმა, რომელი ღერიც ამოვა, ამ სინათლის შუქი დაიწყებს კვებას და ის ფესვებამდე ჩადის ის შუქი. ესეთი უნდა იყოს ადამიანის კეთილი ნიადაგი, რომ მან უნდა იმ სიბნელეში, იმ ბნელ კუნჭულებში ჩავიდეს და ჩაიხედოს, როდესაც ის ღვთის სიტყვას ისმენს. გულის თითეული კუნჭული არ უნდა დარჩეს მას გაუნათებელი და მიმოხილვის გარეშე არაფერი არ უნდა დარჩეს, თუ რამ ყოფილა, რომ აი ესეთი ნაყოფი გამოიღოს, აი ესე უნდა გამოიძიოს მან საკუთარი თავი. და თუ არ გამოიძიებს საკუთარ თავს, მაშინ უბრუნდებით პირველ, მეორე ან მესამე ნიადაგს, რომელიც უკვე გითხარით რაც არის და როგორც არის. ამიტომ იფიქრეთ ამაზე დანო და ძმანო. ძალიან დასაფიქრებელი იგავია, რომ ვისაც ყური გაქვთ, ისმინეთ. ყური ყველას გაქვთ, მაგრამ სხვა სმენაზე არის აქ ლაპარაკი, ეს არის სმენა გულისხმიერი, რომელიც ჩვენს გულს უნდა წდებოდეს და უნდა შეგეძლოს, რომ მიმოიხედო მის თითოეულ ბნელ კუნჭულში, რომ შენი აზროვნება შეცვალო. რომ რა გამოთქმაც რო არის, გახსოვთ, რასაც დასთეს იმას მოიმკიო. ნამდვილად ასე არის, რომ აი ეს იგავი მთესვარის შესახებ ამასაც გულისხმობს. ჩვენც რაღაცის მთესველები ვართ. დღეს თუ რაღაცა სიმწარე შემხვდა, იცოდეთ, რომ დღეს შეიძლება გავიკვირო, რომ რატო შემხვდა ეს სიმწარე, არაფერი არ დამიშავებია. 1 წლის უკან დავთესი ალბათ და იმიტომაც შემხვდა. და ამიტომაც თუ კი რამ ასეთი გექნება, თუ კი რამ ასეთი განსაცდელი, მაშინო იმაზე გმობა კი არ დაიწყოთ, რატო რას მერჩოდა ან ღმერთი და ან ადამიანი, რომ ესეთი რამ გამიკეთა. იმაზე დაიწყეთ ფიქრი, თქვენ ასეთი როდის დათესეთ. თქვენ ცხოვრებაში წინ გაიხედეთ უკან უბრალოდ თქვენს უკან გაიხედეთ, რომ რა დათესეთ ისეთი, რომ რაღაცა ისეთი მიიღეთ. იმიტომ რომ აუცილებლად უბრუნდება ადამიანს. არა მარტო ის, რაც ჩაიდინა, არა მარტო ის, რაც თქვა, გულისხმებიც კი, გულისხმას, რომელსაც აყვა და არ უარყო,
აი ეს გულის ხმებიც კი აუცილებლად უკან დაუბრუნდება მას გარკვეული დროის შემდეგ, იმიტომ რომ ის თესლად იყო ჩათესილი და ამოვიდა როგორც ხე და ნაყოფებს იღებს უკვე. ამიტომაც იცოდეთ რას თესავთ, იცოდეთ თქვენში რა თესლი არის ჩათესილი და როგორ უნდა გააღვივოთ ეს ნაყოფი და როგორ უნდა მიიღოთ და იხაროთ აი ამ ნაყოფებით, ესეც უნდა იცოდეთ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა. ამინ.